ბატონო, არის მის თქვენი ხო? ავლაპარაკე. ო, დაიწყე კი? მოგესალმებით, გადაციფასო მოსახლეო, ტელერადიო მსმენელებო, დღეს ვყოფებით გუბერნიაში ქალბატონ ნინა მაკედონთან ერთად, ჯანდაცვის დიმონთან ერთად. ქალბატონო ნინა, შეგიძლიათ წარმოადგინოთ თავი და მოუყვეთ ქალაქის მოსახლეობას თქვენი როლი ჯანმრთელობის მინისტრის პოზიციაზე და ასევე ერთი-ორი რამ ჩვენს მაყურებლებს. თუ შესაძლებელი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელე და რადიო მსმენელებს, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, რომ დამითვეთ დრო და ყურადღება. მე ვარ ნინა მაკედონი, ლოს-სანტოსის ახალი ჯანდაცვის მინისტრი. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს პასუხისმგებლობა, რომელსაც მე მოვეკიდე, სრულიად გააზრებული მაქვს, სერიოზულად ვარ განწყობილი და მზადყოფნით ვდგები. ასევე ერთი-ორი სიტყვით ვიტყვი ჩემი კარიერის შესახებ. ჩემი კარიერა დაიწყო სწორედ ლოს-სანტოსის ჰოსპიტალში, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი როგორც სამედიცინო პერსონალი. და შეხება უშუალოდ პაციენტებთან, ვმუშაობდი გადაუდებელი მეხმარების ჯგუფში, ასევე ვატარებდი ოპერაციებს, ვმართავდი რთულ შემთხვევებს, სწორედ ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი ყველა ის სირთულე და ძალისხმევა, რასაც ეს სამსახური მოითხოვს. გამოცდილებამ აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ვიცოდე ჰოსპიტალის და პაციენტების რეალური პრობლემები და ასევე რეალური საჭიროებები. ვიცი როგორ მუშაობს ჰოსპიტალი, ასევე რა აკლია, რა უნდა გავაუმჯობესოთ და როგორ უნდა დავიცვათ პერსონალის რესურსი ისე, რომ მოქალაქე მიიღოს საუკეთესო მომსახურება. კაი, 2 წუთი. თქვენი ხმა ის ძიენ. ჩემი რობოტის თავის ხმა. ესე დაბა. ესე ისმის ჩემი ხმა? ჭიდავს. ჭიდავს? კიდე ჭედავს? ჭედავს, ესემ. შედის ისა, რა დაილაპარაკება რამე გძელის ტოტფი. სემ. სო. აი დითებს დაიდება ხოლმე.